კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გთავაზობთ 7 თებერვალს შოუ ბიზნესში მომხდარ სიახლეებს ლაილაისთან ერთად. როგორც ყოველთვის, ჯერ სამამულო სიახლეებით დავიწყოთ. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობ და თეატრი ძველებური ხალისიანი რითმით გააგრძელებს ფუნქციონირებას. 2 წლიანი პაუზის შემდეგ, როგორც იცით, თეატრში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ახალი და ძველი თაობის მსახიობები შეიკრიბნენ, რათა დიდი მაესტროს დაბადების დღე საკუთარ თეატრში აღენიშნათ. მოკლედ, თეატრის სეზონი გახსნილია. ჩაგება დანის ნამეტანია საით. დედამიწაზე ყველაფერი დაიშლება. აი ჩვენი არსი, ჩვენი საქმე, ეს არის ავიდეთ სცენაზე, ავიდეთ ამაღლებულ ადგილზე და დავიცოთ. მადლობის მეტი რამე თქვის. მადლობა და სიუნა ვამბობ ღმერთო, აცხონე ის კეთილშობილი დიდი ადამიანი, რომელმაც ასეთი დიდი სიკეთე დასთესა ჩვენს ხელოვნების ხალხში და ხელოვნების სფეროში. ჯერთი ბატონი მისას დაბადების დღე ჩემი პედაგოგის, ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, მის გარეშე მე ვერ ვიარსებებდი. ამიტომ აქედან გამომდინარე ყველაფერი დანარჩენი თავისთავად გამოდის და მინდა ვუსწრო ამ თეატრს, რომ ძველი დიდება დაუბრუნდეს. და ეს რაც მოხდა ახლა რაც გააკეთეს, ეს იყო საწინდარი მომავალი გაფწყინების. მე რა თქმა უნდა სევდანარევი სიხარულით ულოცავს ყველას ამ შესანიშნავ დღეს, მაგრამ თან დამყვებას სულ აქ აი მიკაკუნებს და მკარნახობს რაღაცა შიგნიდან, რომ სად არის მიშა, რატო არ არის მიშა, რატო არ ხედავს ამას მიშა. მუშაობაში ყველაფერი დალაგებულა და ლოგიკურად აგებული, კი უნდა იყოს ყველაფერი ლოგიკურად აგებული, მაგრამ ნამდვილი შემოქმედება იწყება აი ამ ლოგიკის ზე ლოგიკა როიწყება, როდესაც ინტუიციით ქმნი იმას, რაც twinით არ შეგიძლია ააგო და დაამტკიცო, რომ მაინდა-მაინც ასე უნდა გაკეთდეს. აი, ნამდვილი შემოქმედება იწყება იქ. ქართველი რეპერი ლექსენი ესტუმრა მე-14 საშუალო სკოლას. თვით მოსწავლეთად ხოვდით. თუ როგორ შეხვდნენ მას ბავშვები, ამას მე ვერ მოგახსენებთ. უმჯობესია სიუჟეტი ნახოთ.
ხანებში ძალიან ისეთ ბევრ ჭორს ვიგებ, ისეთ ზოგიერთზე მეკავხნი საიდან, აი საიდან აფიქრდება მიყვის პირადად მე. რეაქცია ისეთი მაქვს ძალიან ჩვეულებრივი რა, ეხლა ჭორი რომელიც მართლა ჭორი არაფერი არ იგებს, სამართლო ჭორზე კიდე მაქვს ეს რეაქცია. სიმღერები ჩაწერეს ვაპირებ, აუცილებლად კლიპსაც ვაპირებ მომავალში. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თქვენ. ძალიან მიყვარს ვაფასებ. გახარებული ვარ ძალიან რომ მოვიდა ჩვენ სკოლაში და ძალიან მიხარია. მოგვეწონა ძალიან, იმიტომ რომ მაგარი რეპისტია მართლა რა და მაგრა გვიყვარს ყველას რა. მადლობას უხდით რომ მოვიდა. დიდი მადლობა რომ დღეს მოვიდა და დაგვაფასა ჩვენი სკოლაც დააფასა. ჩემი საყვარელი მომღერალია. დიდი სიხარულით და ხელა ოვაციებით შექმნე რომ მეც დავიბენით თავიდან დასაწყისში და მე მაყოფილი ვარ და მადლობის მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, გაოცებული ვარ რომ ამხელა სურვილით და ამხელა რაღაც პატივისცემით როცა გელოდებიან ადამიანები გითხოვენ და გეძახიან ეს ძალიან სასიამოვნოა. თბილისში სულ მალე რუსი ვარსკვლავის ზემფირა ჩამოვა. კონცერტი აჭარა მიუზიკ ჰოლში გაიმართება. როგორც იცით 14 თებერვალს დაგეგმილია ზემფირას კონცერტი ჩვენთან კლუბში აჭარა მიუზიკ ჰოლი. ამ კონცერტისთვის დიდი ხანია ვემზადებით, რამდენიმეჯერ გადაიდო ეს კონცერტი, იყო რაღაც გარკვეული პრობლემები. იმ საერთო ფონთან შედარებით, რაც ვთქვათ რუსულ ესტრადაზე ხდება დღეს, ეს გარკვეულად ძალიან სერიოზულად პროგრესული მუსიკაა, განსაკუთრებით მე მიყვარს ტექსტუალური მუსიკა და ამიტომ ძალიან მომწონს მისი შემოქმედება, მაგრამ ვიცი რომ ეს არ იქნება მარტივი კონცერტი, იმიტომ რომ ძალიან მომთხოვი შემსრულებელია და ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით ამისათვის. ეს არის პირველი კონცერტი თბილისში, მე მგონი მეორეჯერ არის საქართველოში, ბათუმში ქონდა კონცერტები და რადიკალურად განსხვავებული შემთხვევა, იმიტომ რომ ეს არის დახურულ სივრცეში ჩატარდება ეს კონცერტი, ესეთ კლუბური კონცერტი იქნება, აქედან გამომდინარე თვითონაც ალბათ უფრო სერიოზული პროგრამა, თქვათ სტადიონზე უფრო მარტივია კონცერტის ჩატარება, იმიტომ რომ ეს დიდი სივრცეა, იქ ისეთი მოთხოვნა არ არის, თქვათ თვითონ აკუსტიკის, თქვათ. ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს იდეალური კონცერტი. ეს იქნება არა მხოლოდ ნაცნობი მელოდიები და ნაცნობი სიმღერები, არამედ ზემფირას ახალი ალბომიც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გერმანიაში ჩაიწერა, ასე რომ მე იმედი მაქვს რომ ვიხალისებთ. გალერეა შარდენში დაიხურა მინანქრის საერთაშორისო ბიენალე. როგორც იცით, ამ კონკურსთან დაკავშირებით თბილისში იმყოფებოდა ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე ქალბატონი ჯუდი სტოუნი, რომელმაც ბიენალის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა სემინარები ამერიკული მინანქრის ტექნიკის შესახებ. თავისთავად ეს მოვლენა, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა მინანქრის საერთაშორისო ბიენალე, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენის აზრით, ვინაიდან საქართველოში უძველესი ტრადიცია არსებობს ამ ხელოვნების და დღესაც ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ეს ბიენალე რამოდენიმე ღონისძიებას მოიცავდა, ყველაზე მთავარი ალბათ მაინც კონკურსი და გამოფენა, მაგრამ იყო სემინარების ძალიან საინტერესო კურსი, რომელიც ქალბატონმა ჯუდი სტოუნმა წაიკითხა ამერიკული მინანქრის განვითარების შესახებ, ძალიან საინტერესო იყო ქართველი მხატვრებისთვის. ჩვენ ორგანიზატორები ვთვლით, რომ ძალიან კარგად წარმატებით ჩაიარა ამ კონკურსმა, ბიენალემ 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება და შედეგებითაც ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ვინც მიიღო პრიზი, სწორედ ყველა იმსახურებდა, მართლაც რა არის რამოდენიმე გამორჩეული ავტორი და სწორედ მათ ხვდათ ეს პრიზები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფერი იმით, რაც აქ ხდება. დიდი ხანი მუშაობდი, რთული იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს. მე იმდენი ხანი მუშაობდი, რომ არ შემიძლია ვთქვა, რომ ესეთ რაღაც გაკეთებას იმდენი ხანი ჭირდება, რამდენი ხანიც მე ვიმუშავე.
შეიძლება ითქვას, რომ აღორძინდა, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც 3 თუ 4 კაცი აკეთებდა ამას ყველაფერს და ეხლა არის 100 ადამიანი. იმდენად აღორძინდა და კარგი არის პოპულარული გახდა. დიდი ხანი არ არის, სადაც დაკავებული ვარ, სადაც ფერწერიდან გადმოვინაცვლე, ხაწერიდან მინანქარში, სადღაც მეორე წელია ვმუშაობ. ჩემი ნამუშევარია ფერის ცვალება, ხატია ფერის ცვალება. ну რაღაც წარდგენილი იყო ამ საუკეთესო რელიგიური ნამუშევრის ნომინაციაში, სამწუხაროდ ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ძალიან კარგმა ნამუშევარმა გაიმარჯვა. ესეც ამით კმაყოფილი ვარ საერთოდ გამოფენით, იმით რომ ძალიან კარგად ჩანს ვინ რას აკეთებს დღეს საქართველოში მინანქარში. ქართველები ძალიან ღირსეულად წარმოჩინდეთ, რასაც სამწუხაროდ უცხოელებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები ყველას ჯობიან, უბრალოდ სამწუხაროდ ეხლა ეს პირველი იყო და საუკეთესო ხარით არ მიიღეს უცხოელებმა მონაწილეობა, თუმცა ცნობილი რამოდენიმე ავტორი არის ჩვენთან წარმოდგენილი, ამიტომაც ვერ მიიღეს პრიზები უცხოელებმა და ყველა პრიზი ქართველებმა მიიღეს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.